ხანძარი იყო გორში სუხიშვილის ქუჩაზე, სადაც კორპუსში საცხოვრებელი სახლი დაიწვა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხანძარი სავარაუდოდ სახლში თანხებული სანთლიდან გაჩნდა. მათივე ინფორმაციით სახლში 10 წლის ბავშვი იმყოფებოდა, რომელიც მეზობლებმა უვნებლად გამოიყვანეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულ ადგილზე იმყოფებოდა გორის მერის წარმომადგენელი დარეჯან შატყვერაშვილი, მისი განცხადებით დაზარალებულ ოჯახს გორის მუნიციპალიტეტის მერიამ დროებითი საცხოვრებელი ფართი შესთავაზა. ასევე მერის წარმომადგენლის თქმით, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5000 ლარი გადაეცემა. ავტობუსში ვიჯექი რომ დავინახებული ამოდიოდა გამოვარდი შემეშინდა ძალიან და გავიგე რომ ხანძარია მე არაფერი არ ვიცი ხომ არავინ არ დაშავებულა არა მგონი არა პატარა გოგო ყოფილა სახლში და მეზობელს გამოუყვანია მე არ ვიცნობ მაგ მეზობლებს არ ვიცი სახლში იყვნენ ვინმე რას ამბობენ მე მგონი ერთი გოგონა იყო 10 წლის ეგრე თქვენს გარეთ და სავარაუდოდ რისგან გაჩნდა ხანძარი სანთელი ხო სანთელი რა ქვია გადავარდაო და იმის იქიდან გაჩენილა სანთელი სულ დაიწყარი თუ იცი ცეცხლი გავინახე და წამოვედით მეტი არაფერი არ და რა საიდან მოხდა რა მოხდა არ ვიცით აღარ შეეკითხებ როცა არენერვიულებული ადამიანი აღარც კითხვას დაუწყებდა მადლობა უფალსო ყველაფერი კარგად დამთავრდა არავინ არ არანაირი მსხვერპლი არ არის ბავშვმა მოასწრო გამოსულა მივედი და შევთავაზე ბინით უზრუნველყოფა თუ არ აქვს თავში საფარი და მერიასაც აქვს პროგრამა ხანძრით დაზარალებულებისთვის. რას ითვალისწინებს ეს პროგრამა? 5000 ლარი რომ დავეხმაროთ. ამ ეტაპზე ოჯახი დავშოთ გადავა სასტუმროში თუ არა, უარი მითხრეს, იმიტომ რომ გვაქვს თავში საფარი სოფელში წავალთ გორის რაიონში. რამ გამოიწვია ხანძარი თუ გაქვთ ინფორმაცია? არ ვიცი, არაფერი არ